საუბრის თემა არის ქრისტე ძველ აღთქმაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან ჩვენ საქართველოს ქრისტიანების, სადაც ევროპელი ქრისტიანები, ხო, ქრისტიანობა ევროპაში გავრცელდა. ნუ მოციქულებმა როდესაც იუდეველებმა არ მიიღეს ქრისტეს მოძღვრება, უმრავლესობა რომის იმპერიაში წავიდნენ, შემდეგ ბიზანტიაში აღწევდა ქრისტიანობა და ფაქტობრივად ევროპული გახდა ქრისტიანობა და ევროპიდან გავრცელდა მერე მთელ მსოფლიოშიც. მაგრამ ევროპულ ქრისტიანობას დაემართა ერთი უარყოფითი მიმართულება აირჩია ევროპულმა ქრისტიანობამ, რომ იუდეური ფესვები მოიჭრა. რადგან იუდეველები მიჩნეული იყვნენ ქრისტეს მკვლელებად, ხო, რომელსაც არ მიიღეს. ყველანაირად თქოს იყო მცდელობა, რომ ეს ყველაფერი დაკარგული იყო. აღარ ყოფილიყო არავითარი კავშირი იუდეურ ხედვასთან სარწმუნოების. ეს არ არის სწორი. რადგან იუდეურ წიაღში მოვიდა ქრისტე, ხო? ქრისტე მოვიდა იუდეველებს შორის. თვითონაც იუდეველი იყო, იუდეველი რაბი იყო თვითონაც, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ ქრისტიანობა იუდეური კონტექსტიდან, რომ ძველი აღთქმიდან ფაქტიურად. ჩვენ არაფერი არ გვჭირდება. ჩვენ იუდეველები არ უნდა გავხდეთ, უბრალოდ ძველი აღთქმა უნდა ვისწავლოთ. კარგად რომ დავინახოთ, როგორ ფიქრობდნენ იუდეველები, რას ხედავდნენ, რას ელოდნენ, რა იცოდნენ და რა სწამდათ მან. და შესაბამისად რა არ მიიღეს მან. ქრისტე ძველ აღთქმაში. მაგრამ მანამდე სანამ ამ თემაზე საუბარს დავიწყებ, აუცილებლად გავიხსენოთ, შეიძლება ბევრმა უკვე იცის, მაგრამ გავიხსენოთ ბიბლია როგორ არის აგებული, ხო? ბიბლია შედგება ძველი აღთქმიდან და ახალი აღთქმიდან, ხო? ეს ყველა ვიცით. რა ყოფს მათ? ქრისტეს მოსვლა. ქრისტეს მოსვლა ყოფს ძველ და ახალ აღთქმაში. ძველ აღთქმაში ქრისტემდე არის 39 კანონიკური წიგნი, რაც ბიბლიის კანონშია შესული. 39 კანონიკური წიგნი. ეს წიგნები დაიწერა ქრისტემდე 1606-დან დაახლოებით 420 წლამდე. 1200 წინ 12 საუკუნე იწერებოდა მოსედან, პირველი წიგნები არის მოსედან მალაქიამდე. მალაქია იყო ბოლო წინასწარმეტყველი ისრაელის. ქრისტემდე 400 წლით ადრე, 420 წლით ადრე გამოჩნდა ბოლო მასწავლებელი, ბოლო წინასწარმეტყველი ქრისტემდე მალაქია, მან დაწერა ბოლო წიგნი ბიბლიის ძველი აღთქმის და მას მერე 400 წელი მათ აღარ ყოლია წინასწარმეტყველი. მადლმა მიატოვა. because ღვთის მადლმა მიატოვა ისრაელი. აი ამის მალაქიას შემდეგ. ქრისტეს შემდეგ არის ახალი აღთქმა. დაახლოებით 20-დან 100 წლამდე დაიწერა ეს წიგნები, ხო? ეს არის 27 წიგნი, 4-ის სახარება, მოციქულების წერილები და ბოლოს აპოკალიფსი, გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველის, ხო? იცით როგორ არის? ისტორია, ანუ ღვთის სამყაროს შექმნიდან იწყება, ხომ ისტორია? ანუ მორწმუნე ადამიანებს ასე ვწამს ჩვენ. სამყარო ღვთის მიერ სამყაროს შექმნიდან იწყება ისტორია, მაგრამ ეს ისტორია არ არის ქაოსური. ეს ისტორია არ მეორდება, ხო, როგორც ბუდისტებს ან თქვათ სხვა სარწმუნოებაშია. ეს ისტორია დაიწყო და სადაც მიდის. ხო? დაიწყო სამყაროს შექმნიდან, შემდეგ მაცხოვარი მოვიდა ქვეყანაზე და სამყაროს შექმნიდან, აი ამ წიგნებში ძველი აღთქმა, რას გვეუბნება? აღთქმა რას ნიშნავს თვითონ სიტყვა აღთქმა? რაღაცის შეპირებას და რა შეპირდა ერთი ადამიანებს? რომ მოვიდოდა მესია, რომ მოვიდოდა მხსნელი. მოვიდა მხსნელი და შემდეგ ახალ აღთქმაში რა შეპირდა ერთი ადამიანებს? რომ მოვიდა მეორე და მეორე მოსვლისას განახლდებოდა სამყარო. ის სამყარო, რომელიც ერთხელ შეიქმნა და ადამიანის შეწოდებით დაზიანდა, იხსნა მაცხოვარმა და შემდეგ ვინც იწამებს მის მსხვერპლს და მის მოძღვრებას ვინც იწამებს, მეორე მოსვლისას მათთან ერთად უფალი განაახლებს სამყაროს. ახალ სულს მისცემს სამყარო. ყველაფერი ახალი იქნება. ეს არის ახალი აღთქმა ქრისტეს მეორე მოსვლას. პირველი იყო მაცხოვრის მესიის მოსვლა, ვნებული მესიის, რომელიც ივნებოდა, ვიღაცა მოძღვრებას და მოკვდებოდა ადამიანებისთვის მსხვერპლად. მეორე არის უფრო დიდებით მოსული მესია. ეს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ სხვანაირად გავგებარია. რაღაც ჩვენ ციტატებს წავიკითხავთ ძველი აღთქმიდან, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიცით სად დგას ეს წიგნები, ხო? გავგებარია, რაზე ალაპარაკობთ. ბიბლიაში არის ძველ აღთქმაში არის ასეთი წიგნი, რომელიც ეკუთვნის სოლომონ მეფეს. სოლომონ მეფე იყო მე-10 საუკუნეში ქრისტემდე დავითის შვილი.
მეფსალმონე დავითის შვილი და მას ეკუთვნის ესეთი წიგნი იგავთა წიგნი. და 20-ე თავში ამ იგავთა წიგნის მეოთხე მუხლში არის ასეთი ადგილი. ეს აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ. რომელი თავია მამა? ეს არის იგავთა წიგნის 20-ე თავის მეოთხე მუხლი. იგავი სოლომონის 564. რატომ არის ეს რომ თქვენ იცოდეთ რა ელოდნენ იუდეველები? რა იყო მათი რწმენა იუდეველების სარწმუნოება? მეოთხე მუხლი. ოცდამეათე თავის მეოთხე მუხლი. ვინ ავიდა ზეცად? კითხვა სვამს. ამის წერა. ვინ ავიდა ზეცად? და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავის პეშვით? სამოსელში ვინ გახვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ქვია? იცი ეს? დევით, პირველი 6 კითხვა, ხო? 6 კითხვა. პირველი 5 კითხვის რიტორიკული კითხვა, პირველი 4, ხო? ანუ ვინ არის ის ვინც ზეცად ავიდა, ჩამოვიდა მიწა, ვის დააკუცნა ყველაფერი. ვინ შეუძლია რომ ქარი თავის ხელში დაიჭიროს? ვინ დაუდოს საზღვარი, კოსმოსს, სამყაროს და შემდეგ ამბობს, რა არის მისი სახელი? მისი სახელი იუდეველებმა იცოდნენ, რა იყო ღმერთის სახელი? იაჰვე. და შემდეგ მე-6 კითხვა არის ის, რასაც იუდეველები ელოდებოდნენ. მის ძეს რა ქვია, იცი ეს? ანუ იუდეველებმა უკვე იცოდნენ, რომ ღმერთს ყავს ძე, რომ არსებობს ძე ღმერთი. მე-10 საუკუნეში ქრისტემდე იგავთა სოლომონის წიგნში, ეს არის მათი კანონიკური წიგნის თანახში შეტანილი წიგნი, რომელიც ამბობს, რომ მის ძეს რა ქვია, იცი ეს? ეს კითხვა იუდეველებს აწუხებდა, ეძებდნენ ამას, იკვლევდნენ ამას. აი ეს ძე, რომელიც მათ აჩრდილივით ჰქონდათ გაცხადებული, მათ ჯერ არ იცოდნენ ყველაფერი ძის შესახებ. აი აქ უკვე იგავთა წიგნში არის დაკისრებული. აი ეს ძე იყო მათთვის აღთქმული მხსნელი.